მთვარე მორიელში არის ხალხი მიდრეკილი, ჯერთი ინტუიცია აქვს ძალიან ძლიერი. შეიძლება გრძნობდნენ სიკვდილ სიცოცხლეს. ანუ ვინ როდის და თქვათ ვიღაც თუ არის ორსულად, უცებ გითხრენ, რა შენ ხარ ორსულად, გრძნობ რო ორსულად ხარ, ან ვიღაცის გარდაცვალება შეიძლება გრძნობდნენ. აი ესეთი სასწაული რაღაცები შეუძლია მთვარე მორიელს. მთვარე მორიელს ასევე ეზოთერიკისკენ აქვს მიდრეკილება და ყველაფერი ესეთი ეზოთერული მაგიური იტაცებს, ან მოსწონს, ხიბლავს. ასევე მთვარე მორიელები არიან ცით როგორ ტიპაჟი, აი სულ რო გაკვირდებიან, სულ რო ესე რაღაც ეჭვის თვალით და სულ რო ისე ცდილობენ რომ შენი ყველა ქცევა და თვისება აკონტროლონ. და შეიძლება ეს რა თქმა უნდა შემაწუხებელიც იყოს მეორე ადამიანისთვის, ხო? ასევე იცის როგორ მოგხიბლოთ. აი მთვარე მორიელებმა იციან როგორ მოგხიბლოთ. იციან ეს ენერგიები ძალიან კარგად, ძალიან სექსუალურები არიან, ეხლა ისაც მორიელი, ხო? მთვარე მორიელში ფსიქოლოგიურადაც, ანუ აი შენზე აქცენ ისეთ ზეგავლენას, რომ აი ეს ადამიანი, აი შინაგანად იტყურა, ის ძალიან სექსუალურია, ძალიან მიზიდავს, მასთან მინდა, ესეთი ისინი შეიძლება გაგიჩნდეს. მთვარე მორიელში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მართვა, დახარისხება, სურათის სრულად დანახვა. მთვარე მორიელებში არიან ძალიან კარგი ფსიქოთერაპევტები სხვათა შორის და ძალიან კარგი მსმენელები არიან. შეუძლიათ რომ ის საათობრივად გისმინონ და შემდეგ ვთქვათ დაგაკვალიან, რომ რისი გაკეთება შეგიძლია. ან სხვადასხვა გზები დაგანახონ. კი ბატონო, ანუ იცით რომ დროში უნდა ჩავეტიოთ, შესაბამისად აქ შევწყვიტავ და ხო, ამას ვიტყვი ეს უცებ მთვარე მორიელებში არიან ზოგადად მკაცრი მშობლები და თუმცა მკაცრები არიან, თუმცაღა ამავდროულად ემოციურად ძალიან, ანუ მათთვის ბავშვების შვილები არიან ძალიან მნიშვნელოვნები. შესაბამისად, მაქსიმალურად გადაეფარება თავის შვილს და ემოციურადაც აძლევს ემოციურ მასაც საკუთარ შვილთან აქვთ ეს მომენტი და კარგი მშობლები არიან, თუმცა თუ აი ამ სიმკაცრეს მთვარე მორიელში არ აკონტროლებს, შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მივიდეთ, რა თქმა უნდა. მოკლედ, აქ უნდა შევწყვიტოთ თქვენი ცნებართვით და მე სხვა ვიდეოებში შეიძლება კიდე შევეხოთ აი ამ საკითხებს.